ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოვებს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან ქუთაისის უნივერსიტეტის წვდომას. შესაძლებელი იქნება ერთობლივი კვლევითი ინიციატივებში ჩართვა. შეთანხმება ქართველი სტუდენტების და მკვლევარების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოებას, ერთობლივი პროექტების განხორციელება, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს. დღეს გაფორმდა სტრატეგიული შეთანხმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფილდსის ინსტიტუტს შორის. მოგეხსენებათ, აღნიშნული ინსტიტუტი მდებარეობს კანადაში და წარმოადგენს ყველაზე მაღალ ინსტანციას ხელოვნური ინტელექტისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე აფილირებულ პირს წარმოადგენს აღნიშნულ ინსტიტუტთან და ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის რეგიონში, რომელმაც სწორედ აფილირების სტატუსი მოიპოვა. მემორანდუმის ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ასევე ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ამ ღონისძიებას. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ წვდომა, საშუალება, რომ მოისმინონ ლექციები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ეს აფილირება ნიშნავს ფილდსის ინსტიტუტთან და მასთან დაკავშირებულ უნივერსიტეტებთან ფართო თანამშრომლობას კანადასა და მთელ მსოფლიოში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართველ მათემატიკოსებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ უცხოელ კოლეგებთან. საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ქსელის გაფართოება. თქვენ მათემატიკის მიმართულებით მდიდარი ისტორია და ხანგრძლივი ტრადიცია გაქვთ. ჩვენ ორივე მხარე მომავალს იმედით ვუყურებთ და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შევძლებთ ერთად მათემატიკის განვითარებისთვის.